სოციალურ ქსელში გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, რომელშიც დონალდ ტრამპ უმცროსი ამბობს, რომ ამერიკას იარაღი რუსეთისთვის უნდა გაეგზავნა, ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული. ჩანაწერში ისმის, რომ პირი, რომელსაც დონალდ ტრამპ უმცროსად მიიჩნევენ, სვამს კითხვას, თუ რატომ უნდა აერჩია ამერიკას მოკავშირედ უკრაინა, როცა მეორე მხარეს რუსეთი იდგა. I honestly can't imagine anyone in their right mind picking Ukraine as an ally when Russia is the other option. მტკიცების მიხედვით მან ეს განცხადება თავისივე პოდკასტის 219 ეპიზოდში გააკეთა. მითების დეტექტორმა აუდიო ჩანაწერი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გააანალიზა. პროცესში ხელოვნური ინტელექტის ამომცნობი არაერთი ხელსაწყო გამოვიყენეთ. უმრავლესობამ ჩანაწერში ამოიცნო ხელოვნური ინტელექტის კვალი და ის მაღალი პროცენტით AI-ის მიერ გენერირებულად აღიქვა. ამავეს ამბობენ ექსპერტებიც. აღსანიშნავია ისიც, რომ აუდიო ტრადიციული ხმის კლონირებისაგან განსხვავდება. მაგალითად, მასში ორი პირის ხმა ისმის. ჩანაწერი სრულია, საუბრის გაგებაც მარტივია და მოსაუბრის ხმა ტრამპ უმცროსის საუბრის იდენტურია. Anyone in their right mind picking Ukraine as an ally. Americans understand what is going on right now. სავარაუდოა, რომ ის განსხვავებული ტექნიკითაა შექმნილი. ვიდეოს ფართოდ გავრცელებიდან მალევე მისი ნამდვილობა დონალდ ტრამპ უმცროსის სპიკერმაც უარყო და ჩანაწერს 100%-ით ყალბი უწოდა. ამასთანავე პოდკასტის 219 ეპიზოდში დონალდ ტრამპის შვილს მსგავსი შეფასება არ გაუკეთებია. ამ და სხვა ყალბი აუდიო ჩანაწერების შესახებ, რომელიც ბოლო პერიოდში გამოვავლინეთ, სვლაც წაიკითხავთ მითების დეტექტორზე.